Bhagavad Gita, თავი მეორე, გიტას მოკლე შინაარსი, ლექსი მესამე. ო ფრთაშვილო, ნუ დანებდები ამ დამამცირებელ უძლურებას, ეს შენ არ შეგფერის, არ აღყვე დამაკნინებელ გულის სისუსტეს და აღსდეკ, ო მტრის შემუსრელო. განმარტება. კრიშნა მიმართა არჯუნას როგორც ბრთას. ბრთა კრიშნას მამის ვასუდევას დაიყო. ამიტომ არჯუნა კრიშნას სისხლით ნათესავი გახდათ. თუ კი ქშატრიას შვილი ბრძოლაზე უარს ამბობს, იგი მხოლოდ სახელით არის ქშატრია და თუ კი ბრაჰმანის შვილი უღირსად იქცევა, იგი მხოლოდ სახელით არის ბრაჰმანი. ასეთი ქშატრიები და ბრაჰმანები თავიანთი მამების უღირსი შვილები არიან. ამიტომ კრიშნას არ სურდა არჯუნა ქშატრიას უღირსი შვილი გამხდარიყო. არჯუნა კრიშნას უახლოესი მეგობარი გახდათ და თავად კრიშნა მართავდა მის ეტლს. მაგრამ ასეთი რეპუტაციის მიუხედავად, ბრძოლის მიტოვებით არჯუნა სამარცხვინო საქმეს ჩაიდენდა. ამიტომ კრიშნამ თქვა, რომ არჯუნას არ შეეფერებოდა მსგავსი ფიქრები. შესაძლოა არჯუნას წამოეყენებინა არგუმენტი, რომ ბრძოლაზე უარს ამბობდა პატივცემული პიროვნებების, ბჰიშმასა და დრონას მიმართ დიდსულოვნების გამო, მაგრამ ამ დიდსულოვნებას კრიშნა გულის სისუსტეს მიაწერდა მხოლოდ. ასეთ მოჩვენებით დიდსულოვნებას არ მოიწონებდა არც ერთი ავტორიტეტი. ამიტომ არჯუნასნაირმა ხალხმა კრიშნას უშუალო წინამძღოლობით უნდა თქვას უარი მსგავს დიდსულოვნებაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ არაძალმომროებაზე. ლექსი მეოთხე. არჯუნამ თქვა, ო მტრის შემუსრელო, ო მათუს მკვლელო, ბრძოლაში ისრებით როგორ მოვიგერიო ისეთი ხალხი, როგორებიც არიან ბჰიშმა და დრონა, ჩემი თაყვანისცემის ღირსნი. განმარტება. უფროსი თაობის საპატიო წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ ბაბუა ბჰიშმა და მოძღვარი დრონაჩარია, მუდამ პატივის მიგების ღირსი არიან. რომც შემოგვიტიონ, არ შეიძლება მათი შეპასუხება. საყოველთაო ეტიკეტის თანახმად, უფროსებთან სიტყვიერი დავაც კი აკრძალულია. როდესმე უხეშადაც რომ მოიქცნენ, მათთან უხეშად მოპყრობა არ შეიძლება. მაშასადამე, როგორ უნდა შეეტია არჯუნას მათთვის, შეუტევდა კი ოდესმე კრიშნა ბაბუამის უგრასენას ან თავის მოძღვარს, სანდიპანი მუნის, აი ზოგიერთი ის არგუმენტი, რომელიც არჯუნამ კრიშნას წაუყენა. ლექსი მეხუთე. უმჯობესია ამ ქვეყნად თავი მათხოვრობით გავიტანო, ვიდრე ჩემს მოძღვართა, დიად სულთა სიცოცხლის ფასად ვიარსებო. ამ ქვეყნიური მოგების სურვილით რომ ამოძრავებდეთ, მაინც უფროსები არიან. თუ კი მათ მოუკლავთ, ყველაფერი რითაც დავტკბებით, სისხლით იქნება შეღებილი. განმარტება. წმინდა წერილთა კანონების თანახმად, მოძღვარი, რომელიც შემზარავი საქმეებით არის დაკავებული და განრჩევის უნარი დაკარგული აქვს, მიტოვებულ უნდა იქნას. ბჰიშმა და დრონა იძულებული იყვნენ დურიოთანას მხარე დაეჭირათ, ვინაიდან მან ოდესღაც ფინანსური დახმარება გაუწია მათ. მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა. ამ შემთხვევაში მათ მოძღვართა პატივი დაკარგეს. მაგრამ არჯუნას ისინი მაინც უფროსებად მიაჩნია. მათი მოკლის შემდეგ მატერიალური მონაპოვრით განცხრობა სისხლით შეღებილი ნადავლით განცხრომის ტოლფასი იქნებოდა. ლექსი მეექვსე. არც ის ვიცით რა გვიჯობს, დავამარცხოთ ისინი თუ დაგვამარცხონ მათ. თუ კი დრიშტარაშტრას შვილებს მოკლავთ, სიცოცხლე არ უნდა გვინდოდეს. ახლა კი ისინი ბრძოლის ველზე ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულან. განმარტება. არჯუნამ არ იცოდა რა ექნა, ებრძოლა და ამაო ძალმომრეობაზე წასულიყო, რამე თუ ბრძოლა ქშატრიას მოვალეობაა, თუ უარი ეთქვა და მათხოვრობით გაეტანა თავი. თუ კი მტერს ვერ დაამარცხებდა, მხოლოდ მათხოვრობა რჩებოდა, საარსებოდ. დანამდვილებით არც იმის თქმა შეიძლებოდა თუ ვინ მოიპოვებდა გამარჯვებას, რადგან ორივე მხარე ძლიერი იყო. არჯუნას მხარესაც რომ გაემარჯვა, ვინაიდან მათი საქმე სამართლიანი იყო, დრიშტარაშტრას შვილების სიკვდილის შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდათ მათ გარეშე ცხოვრება. ამ შემთხვევაში ესეც თავისებური დამარცხება იქნებოდა. არჯუნას ასეთი ფიქრები უდაოდ ადასტურებს, რომ იგი არა მარტო უფლის დიდი ერთგული, არამედ უაღრესად გასხივოსნებული პიროვნება იყო და სრულიად ფლობდა საკუთარ ჭკუასა და გრძნობებს. მიუხედავად იმისა, რომ მეფის ოჯახში იყო დაბადებული, მათხოვრობით ცხოვრება სურდა. ეს მისი განდეგილობის კიდევ ერთი ნიშანია.
იგი ჭეშმარიტად კეთილშობილი იყო, რაზედაც ეს თვისებები შრი კრიშნას მისი სულიერი მოძღვრის სიტყვების წმენასთან ერთად მეტყველებს. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ არჯუნა განთავისუფლების ღირსი იყო. გრძნობათა კონტროლირების გარეშე შეუძლებელია ცოდნის საფეხურზე აღმართვა. ცოდნისა და ერთგულების გარეშე კი არ არსებობს განთავისუფლების შესაძლებლობა. მატერიალური ნათესაობრივი კავშირების განუზომელ ღირსებებთან ერთად არჯუნა ყოველ ამ თვისებასაც ფლობდა. ლექსი მე-7. ახლა მოვალეობამ საგონებელში ჩამაგდო და მდაბიურმა სისუსტემ მოსვენება დამიკარგა. გთხოვ, დანამდვილებით მითხარი, რა არის ჩემთვის უკეთესი? ახლა შენი მოსწავლე და შენზე მონდობილი სული ვარ. გთხოვ, მასწავლე. განმარტება. თავად ბუნების არსიდან გამომდინარე, მატერიალური საქმიანობა ყველა სიძნელეს უქმნის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სირთულე გვხვდება, ამიტომ ადამიანმა უნდა მიმართოს ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს, რომელიც სწორად გაუძღვება მას სიცოცხლის დანიშნულების აღსრულებისკენ. მთელი ვედური ლიტერატურა გვირჩევს მივმართოთ ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს, რათა თავი დავაღწიოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, რომლებიც ჩვენი სურვილის მიუხედავად არსებობს. მსგავსად ამისა, მსოფლიოში იმგვარი ვითარებაა, რომ ცხოვრებისეული სირთულეები თავისთავად ჩვენი სურვილის მიუხედავად ჩნდება. არავის სურს ხანძარი, მაგრამ იგი ჩნდება და ჩვენც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამიტომ ვედური სიბრძე გვირჩევს, რომ ცხოვრების სირთულეების გადასაჭრელად და მათი ამოხსნის მეცნიერების შესასწავლად ადამიანმა უნდა მიმართოს სულიერ მოძღვარს, რომელიც მოწაფეობრივ თანმიმდევრობას მიეკუთვნება. ითვლება, რომ კაცს, რომელსაც ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი ჰყავს, ყველაფერი შეუძლია იცოდეს. ამიტომ ადამიანი არ უნდა ჩარჩეს მატერიალურ სიძნელეებში, არამედ სულიერ მოძღვარს უნდა მიმართოს. ასეთია ამ ლექსის მნიშვნელობა. ვინ ექცევა მატერიალურ სიძნელეებში, ვისაც არ ესმის, რაში მდგომარეობს ცხოვრებისეული პრობლემები. ბრად არაინაკა უპანიშადში სირთულეებში აბნეული ადამიანი ასეა დახასიათებული. ძუნწია ვინც არ წყვეტს ცხოვრებისეულ პრობლემებს ისე, როგორც ადამიანს მოეთხოვება და ამ ქვეყნიდან ძაღსა და კატასავით თვითრეალიზაციის მეცნიერების გაგების გარეშე მიდის. ადამიანის სიცოცხლის ფორმა უდიდესი უპირატესობაა ცოცხალი არსებისთვის, რომელსაც მისი დახმარებით ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ამიტომ ის, ვინც ამ პირობებს ხელიდან უშვებს, ძუნწია. მეორეს მხრივ არიან ბრაჰმანები, ანუ ისინი, ვისაც საკმარისი გონიერება აქვთ საიმისოდ, რომ ეს სხეული ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენონ. ძუნწები იმაში კარგავენ დროს, რომ სიცოცხლეზე მატერიალისტური შეხედულების გამო მეტისმეტად მიჯაჭვულნი არიან ოჯახს, საზოგადოებას და ასე შემდეგ. ხშირია, რომ ადამიანი კანის დაავადების საფუძველზეა მიჯაჭვული ოჯახურ ცხოვრებას, კერძოდ ცოლს, შვილებს და დანარჩენ წევრებს. ძუნწი თვლის, რომ შეუძლია ოჯახის წევრების სიკვდილისგან დაცვა, ან და მისი ოჯახი ან საზოგადოება გადაარჩენს სიკვდილის პირიდან. ოჯახისადმი ასეთი მიჯაჭვულობა დაბალ ცხოველთა შორისაც გვხდება, რომლებიც ასევე ზრუნავენ თავიანთ შვილებზე. არჯუნას, როგორც გონიერ ადამიანს ესმოდა, რომ ოჯახის წევრებისადმი მიჯაჭვულობა და მათი სიკვდილისგან დაცვის სურვილი წარმოადგენდა მისი დაბნეულობის მიზეზს, თუმცა იცოდა, რომ უნდა ებრძოლა, დაბიური სისუსტის გამო მაინც ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას. ამიტომ თხოვს უფალ კრიშნას, უზენაეს სულიერ მოძღვარს, უჩვენოს გამოსავალი. იგი მოწაფედ ენდობა კრიშნას. მას მეგობრული საუბრის შეწყვეტა სურს. საუბარი მოსწავლესა და მოძღვარს შორის სერიოზულ ხასიათს ატარებს. ამიტომ არჯუნას აღიარებულ სულიერ მოძღვართან სერიოზული საუბარი უნდა იქონიოს. ამიტომ კრიშნა ბჰაგავად გიტას მეცნიერების თავდაპირველი სულიერი მოძღვარია. არჯუნა კი გიტას პირველი მოსწავლე. ის თუ როგორ გაიგო არჯუნამ ბჰაგავად გიტა, თავად გიტაშია გადმოცემული. მიუხედავად ამისა, სულელი საერო მეცნიერები განმარტავენ, რომ უნდა მივენდოთ არა კრიშნას როგორც პიროვნებას, არამედ არშობილს კრიშნაში. კრიშნა შინაგანად და გარეგანად არ განსხვავდება და ის, ვისაც ეს არ ესმის, უდიდესი ბრიყვია ბჰაგავად გიტას გაგების მცდელობაში. ლექსი მე-8. არ ვიცი რით გავიქარვო სევდა, რომელიც გრძნობებს მიშრობს.
მას მაშინაც ვერ ძლევ, თუ კი დედამიწაზე აყვავებულ სწორუპოვალ სამეფოს დავიბგრობ, ისეთ ზავად ამოუკიდებელს, როგორიც ნახევარ-ღმერთებს აქვთ ზეცაში. განმარტება. თუმცა არჯუნას რელიგიის პრინციპებისა და მორალური კანონების ცოდნაზე დამყარებული ამდენი არგუმენტი მოჰყავდა, როგორც ჯანს, სულიერი მოძღვრის, უფალი შრი კრიშნას დაუხმარებლად არ შეეძლო საკუთარი რეალური პრობლემის გადაჭრა. არჯუნას ესმოდა, რომ მის ეგრეთ წოდებულ ცოდნას არ შეეძლო ამ პრობლემების ამოხსნა, რომლებიც არსებობას უწამლავდა. მას არ შესწევდა უნარი გადაეჭრა ეს სირთულეები, ისეთი სულიერი მოძღვრის გარეშე, როგორიც უფალი კრიშნაა. აკადემიური ცოდნა, ერუდიცია, მაღალი თანამდებობა და ასე შემდეგ უსარგებლოა ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. დახმარება შეუძლია მხოლოდ კრიშნას მსგავს სულიერ მოძღვარს. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ბოლომდე კრიშნას ცნობიერი სულიერი მოძღვარი ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია, ვინაიდან მას ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა შეუძლია. უფალმა ჩაიტანიამ თქვა, რომ კრიშნას ცნობიერების მეცნიერების მოძღვარი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ვიპრა ვედურ სიბრძნეში განსწავლული მეცნიერი, დაბიო ოჯახში შობილი თუ განდეგილის ცხოვრების წესით მცხოვრებია, თუ კი კრიშნას ცნობიერებას ფლობს, იგი სრულყოფილი და ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია. ამრიგად, თუ კი ადამიანი კრიშნას ცნობიერების მეცნიერების მცოდნე არ არის, ვერ იქნება ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი. ვედურ ლიტერატურაში აგრეთვე ნათქვამია. ვედური მოძღვრების ყოველ სფეროში გამოცდილი მეცნიერი ბრაჰმანი არ გამოდგება სულიერ მოძღვრად, თუ კი ვაიშნავი ანუ კრიშნას ცნობიერების მეცნიერებაში გაწაფული არ არის, ხოლო დაბალი კასტის ოჯახში დაბადებული შეიძლება გახდეს სულიერი მოძღვარი, თუ კი ვაიშნავი ანუ კრიშნას ცნობიერი იქნება. მატერიალური ყოფიერების პრობლემების, დაბადების, სიბერის, ავადმყოფობისა და სიკვდილის გადაწყვეტა სიმდიდრის დაგროვებითა და ეკონომიკური განვითარებით შეუძლებელია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცხოვრების ყოველგვარი პირობაა შექმნილი და მაინც უხვი სიმდიდრისა და ეკონომიკური განვითარების მიუხედავად მატერიალური ყოფიერების პრობლემები იქ ძველებურად არსებობს. ისინი სხვადასხვა გზით ეძებენ მშვიდობას, მაგრამ ჭეშმარიტ ბედნიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუ კრიშნას ჭეშმარიტი წარმომადგენლის, კრიშნას ცნობიერებაში მყოფი პიროვნების გზით მიმართავენ უფალს, ანუ ბჰაგავად გიტასა და შრიმად ბჰაგავატამს, რომლებიც წარმოადგენენ წყაროს კრიშნას მეცნიერების შესახებ. ეკონომიკური განვითარებითა და მატერიალური კეთილდღეობით, რომ შეიძლებოდეს ოჯახთან, სოციალურ, ეროვნულ და საერთოდ კაცობრიობასთან დაკავშირებული მწუხარების შემსუბუქება, მაშინ არჯუნა აღარ იტყოდა, რომ თვით შეუდარებელ სამეფოს ან ისეთ მაღალ მდგომარეობას, როგორიც ნახევარ-ღმერთებს აქვთ ზეციურ პლანეტებზე, არ შეეძლო მისი გლოვისგან განთავისუფლება. ამიტომაც იგი თავშესაფარს კრიშნას ცნობიერებაში ეძებდა და სწორედ ეს გახლავთ მშვიდობისა და ჰარმონიის მიღწევის სწორი გზა. მატერიალური ბუნების კატაკლიზმებს ნებისმიერ წუთს შეუძლია მოუღოს ბოლო ეკონომიკურ განვითარებას ან დაასრულოს სამყაროზე ბატონობა. თვით მაღალ პლანეტარულ მდგომარეობამდე, ვთქვათ პლანეტამთვარემდე ამაღლება, რომლისკენაც ისე ესწრაფვის ადამიანი, შეიძლება ერთი დარტყმით დასრულდეს. ბჰაგავად გიტა ამტკიცებს ამას. ღვთისმოსავი მოქმედებების შედეგების დასრულების შემდეგ, ბედნიერების მწვერვალიდან ადამიანი კვლავ სიცოცხლის დაბალ მდგომარეობაში ვარდება. მსოფლიოს მრავალმა პოლიტიკოსმა განიცადა ამგვარი დაცემა. ასეთი დაღმასვლები მხოლოდ უფრო მეტი მწუხარების მიზეზი ხდება. ამიტომ თუ გვინდა სამუდამოდ მოვუღოთ ბოლო მწუხარებას, არჯუნას მაგალითის მიხედვით, კრიშნას უნდა შევაფაროთ თავი. მაშასადამე არჯუნამ კრიშნას მისი პრობლემების გარკვევით გადაჭრას თხოვა და სწორედ ეს გახლავთ კრიშნას ცნობიერების გზა. ლექსი მეცხრე. სანჯაიამ თქვა, ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, არჯუნამ, მტრის შემოსვლელმა, მიმართა კრიშნას, გოვინდა, მე არ ვიბრძოლებ და ჩაჩუმდა. განმარტება. დრიშტარაშტრას ძალიან უნდა გახარებოდა იმის გაგება, რომ არჯუნა ბრძოლას არ აპირებდა და ნაცვლად ამისა, ტოვებდა ბრძოლის ველს, რათა მათხოვრობით გაეტანა თავი. მაგრამ სანჯაიამ კვლავ იმედი გაუცროა მას.
უთხრა რა, რომ არჯუნას შეეძლო მტრის მოკლა, თუმცა არჯუნა დროებით ოჯახური მიჯაჭვულობის სრულ დარდით იყო შეპყრობილი. იგი კრიშნას უმაღლეს სულიერ მოძღვარს მიენდო მოწაფედ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მალე განთავისუფლდებოდა ოჯახური მიჯაჭვულობით გამოწვეული სრულ დარდისგან. გასხივოსნდებოდა თვითრეალიზაციის, ანუ კრიშნას ცნობიერების სრული ცოდნით და აუცილებლად იბრძოლებდა. მაშა სადამე დრიშტრატას სიხარულს დიდი დღე არ ეწერა, ვინაიდან კრიშნა გონებას გაუნათებდა არჯუნას და არჯუნაც ბოლომდე იბრძოლებდა. ლექსი მეათე. ო ფარადას შთამომავალო, ამ დროს ორ ლაშქარშუა მდგომმა პირმცინარმა კრიშნამ ასეთი სიტყვებით მიმართა სევდით განგმირულ არჯუნას. განმარტება. საუბარი ახლო მეგობრებს, შრიკეშას და გუდაკეშას შორის მიმდინარეობდა. როგორც მეგობრები, ორივე ერთ დონეზე იმყოფებოდა, მაგრამ ერთი საკუთარი ნებით გახდა მეორის მოსწავლე. კრიშნას ეღიმებოდა, ვინაიდან მისმა მეგობარმა არჩია მისი მოწაფე გამხდარიყო. როგორც ყოვლის უფალი, იგი მუდამ ყველაფრის უმაღლესი მბრძანებელია. მიუხედავად ამისა, უფალი თანახმა იყოს მეგობარი, შვილი ან შეყვარებული იმ ერთგულისა, რომელსაც სურს იხილოს იგი ამ როლში. მაგრამ როგორც კი არჯუნა მოძღვრად აღიარა, მან უმალვე ითავა ეს როლი და როგორც მოძღვარმა საჭიროების საგვარად სერიოზულად მიმართა მოსწავლეს. როგორც ჩანს, მოძღვარსა და მოსწავლეს შორის საუბარი მიმდინარეობდა ღიად, ორივე ლაშქარის თანდასწრებით, რათა სიკეთე ყველას მიეღო. ამრიგად, ფაგავად გიტას დიალოგები განკუთვნილია არა გარკვეული პიროვნების, საზოგადოების ან ჯგუფისთვის, არამედ ყველასთვის და მეგობრებსაც და მტრებსაც მათი მოსმენის ერთნაირი უფლება აქვთ. ლექსი მე-11. ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ თქვა. ბრძენივით ლაპარაკობ, მაგრამ დასტირი იმას, რაც მწუხარებად არ აღირს. ბრძენი არ გლოვობენ არც ცოცხალზე და არც მკვდარზე. განმარტება. უფალმე უმალვე ითავა მასწავლებლის როლი და გაკიცხა თავისი მოსწავლე. გადაკვირით უწოდა რაც სულელი. უფალმა თქვა, სწავლულივით ლაპარაკობ, მაგრამ არ იცი, რომ სწავლული, ანუ ვინც იცის რა არის სხეული და რა არის სული, არ მისტირის სიცოცხლის არც ერთ სტადიას, არც ცოცხალ და არც მკვდარ მდგომარეობას. მომდევნო თავებიდან ნათელი გახდება, რომ ცოდნა მატერიის, სულისა და მათი განგებლის შეცნობას ნიშნავს. არჯუნა დააობდა, რომ რელიგიურ პრინციპებს უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, ვიდრე პოლიტიკას ან სოციოლოგიას. მაგრამ არ იცოდა, რომ ცოდნა მატერიაზე, სულსა და უზენაესზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რელიგიური დოგმატები. ასეთი ცოდნის გარეშე კი სწავლულად არ უნდა წარმოეჩინა თავი, ვინაიდან დიდი სწავლული არ იყო, გლოვობდა იმაზე, რაც გლოვად არ ღირდა. სხეული იბადება და დღეს თუ ხვალ სასიკვდილოდ არის განწირული. ამიტომ სხეული არ არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სული. ვინც იცის ეს, იგი ჭეშმარიტი სწავლულია და მატერიალური სხეულის მდგომარეობის მიუხედავად, მისთვის გლოვის მიზეზი არ არსებობს. ლექსი მე-12. არასოდეს ყოფილა ისეთი დრო, როცა მე, შენ ან ყველა ეს მეფეები არ ვარსებობდით. მომავალშიც არც ერთ ჩვენგანს სიკვდილი არ გვიწერია. განმარტება. ვედებში, კათა უპანიშადსა და შვეტაშვატარა უპანიშადშიც ნათქვამია, რომ ღმრთების უზენაესი პიროვნება ასულდგმულებს ურიცხვ ცოცხალ არსებას სხვადასხვა მდგომარეობაში, მათი ინდივიდუალური შრომისა და ამ შრომის შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, ღმრთების ეს უზენაესი პიროვნება თავისი სრული ნაწილით იმყოფება ყოველი ცოცხალი არსების გულში. მხოლოდ წმინდანებს, რომლებიც ყველაფრის შიგნით და გარეთ ერთსა და იმავე უზენაეს უფალს ხედავენ, შეუძლიათ სრულყოფილი და მარადიული მშვიდობის მოპოვება. იგივე ჭეშმარიტება, რომელიც არჯუნას გადაეცა, ეძლევა მსოფლიოს ყოველ ადამიანსაც, რომელსაც თავი დიდ სწავლულად წარმოუდგენია, მაგრამ მცირე ცოდნა აქვს სინამდვილეში. უფალი გარკვევით ამბობს, რომ თავად იგი, არჯუნა და ბრძოლის ველზე შეკრებილი ყოველი მეფე მარადიული ინდივიდუალური არსებები არიან და რომ უფალი ინდივიდუალურ ცოცხალ არსებათა მარადიული მასულდგმულებელია. როგორც მათ განპირობებულ, ასევე განთავისუფლებულ მდგომარეობაში. ღმრთების უზენაესი პიროვნება
უმაღლესი ინდივიდუალური პიროვნებაა. არჯუნა უფლის მარადიული თანამგზავრი და ყოველი იქ შეკრებილი მეფე კი მარადიული ინდივიდუალური პიროვნებები არიან. არ არის მართალი, რომ როგორც ინდივიდი, ისინი არ არსებობდნენ წარსულში და მარადიულ პიროვნებებად არ დარჩებიან. ისინი ინდივიდუალური იყვნენ წარსულშიც და მათი ინდივიდუალობა მომავალშიც შეუწყვეტელი გაგრძელდება. ამიტომ ამაოა ვინმეზე გლოვა. აქ უფალი კრიშნა, უმაღლესი ავტორიტეტი, უარყოფს მაევადების თეორიას, რომ განთავისუფლების შემდეგ ილუზიის საფარველისგან გამოცალკავებული ინდივიდუალური სული უპიროვნო ბრაჰმანს ერწყმის და საკუთარ ინდივიდუალურ არსებობას კარგავს. არ არის გამართლებული ის თეორიაც, რომ ინდივიდუალობა მხოლოდ განპირობებულ მდგომარეობას ახასიათებს. აქ კრიშნა გარკვევით ამბობს, რომ მომავალშიც, როგორც ეს უპანიშადებშია დადასტურებული, უფალსა და დანარჩენი ცოცხალი არსებების ინდივიდუალობა მარადიულად გაგრძელდება. კრიშნას ეს განაცხადი ავტორიტეტულია, ვინაიდან კრიშნა ილუზიის გავლენაში არ ექცევა. ინდივიდუალობა რომ ფაქტი არ იყოს, მაშინ მომავალთან დაკავშირებით მაინც კრიშნა ესოდენ დიდ ყურადღებას არ გაამახვილებდა მასზე. კრიშნა რომ მივიჩნიოთ უბრალო განპირობებულ სულად, რომელსაც ინდივიდუალური ცნობიერება ახასიათებს, მაშინ მისი ფაგავად გიტა, როგორც ავტორიტეტული წმინდა წერილი, ყოველგვარ ფასს კარგავს. უბრალო ადამიანი, რომელსაც კაცთა 4-ვე ნაკლოვანობა ახასიათებს, ვერ გვასწავლის იმას, რას მოსასმენად ღირს. გიტა ასეთ ლიტერატურაზე მაღლა დგას. ვერც ერთი საერო წიგნი ვერ შეედრება ფაგავად გიტას. თუკი კრიშნას უბრალო ადამიანად ჩავთვლით, გიტა მთელ მნიშვნელობას დაკარგავს. მათ, ვისაც შურთ კრიშნასი, როგორც ღმრთების უზენაესი პიროვნებისა, სინამდვილეში ამ დიდ ლიტერატურამდე ხელი არ მიუწვდებათ. გიტასადმი არაერთგულების მიდგომა იმ ფუტკრის მცდელობას გავს, რომელიც თაფლიან ქილას გარედან ლოკავს. თაფლის გემოს ვერ გაიგებთ, თუკი ქილას თავს არ მოხდით. სწორედ ასევე, როგორც ამ წიგნის მეოთხე თავშია ნათქვამი, ფაგავად გიტას საიდუმლოს გაგება მხოლოდ ერთგულებს შეუძლიათ და სხვა მის გაგებას ვერავინ შეძლებს. გიტას ვერ გაეკარებიან ისინიც, ვისაც უფლის არსებობაც კი სძულთ. ამიტომ გიტას მაიავადისებულ ახსნა განმარტებაში მთელი ჭეშმარიტება ყველაზე დამაბნევლად არის წარმოდგენილი. უფალმა ჩაიტანიამ აგვიკრძალა მაევადების კომენტარების კითხვა და გაგვაფრთხილა, რომ ის, ვინც მაევადების ასეთ შეხედულებას იზიარებს, გიტას ჭეშმარიტი საიდუმლოების შეცნობის ყოველგვარ უნარს კარგავს. ინდივიდუალობა რომ ემპირიულ სამყაროს ეხებოდეს, მაშინ უფლის მოძღვრებაც არ იქნებოდა საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდივიდუალური სულისა და უფლის მრავლობითობა მარადიული ფაქტია, რაც დადასტურებულია ვედებში. როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში, ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება. განმარტება. ვინაიდან თითოეული ცოცხალი არსება ინდივიდუალური სულია, იგი ყოველ წამს იცვლის სხეულს. გვევლინება ხან ბავშვის, ხან ყრმის, ხან მოხუცის სახით. მიუხედავად ამისა, ტრანსცენდენტული სული იგივე რჩება და არავითარ ცვლილებას არ განიცდის. ბოლოს ეს ინდივიდუალური სული იცვლის სხეულს და გადასახდება სხვა სხეულში. ვინაიდან მას შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად ექნება ახალი სხეული, ან მატერიალური, ან სულიერი. არჯუნას არ ჰქონდა გლოვის მიზეზი, ფიშმასა და დრონას გამო, რომლებზედაც იგი ასე წუხდა. პირიქით, მას უნდა გახარებოდა, რომ ძველ სხეულებს გამოიცვლიდნენ და მიიღებდნენ ახლებს, რითაც ძალას განიახლებდნენ. სხეულის ასეთ გამოცვლებს მოჰყვება 1000 გვარი ტანჯვა და ბედნიერება, სიცოცხლეში გაწეული საქმიანობის შესაბამისად. ამდენად ბიშმა და დრონა, რომლებიც კეთილშობილი სულები იყვნენ, შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად მიიღებდნენ სულიერ სხეულებს, ან უკიდურეს შემთხვევაში ზეციურ სხეულებს, რომლებიც მატერიალური არსებობის უმაღლესი სიამოვნებისთვის არის განკუთვნილი. ამრიგად, გლოვის მიზეზი არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა.
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სრულყოფილი ცოდნა აქვს ინდივიდუალური სულის, ზესულისა და ბუნების, როგორც მატერიალურის, ასევე სულიერის არსის შესახებ, ეწოდება თარა, ანუ ყველაზე სახად მოაზროვნე ადამიანი. ასეთ ადამიანს არასოდეს ატყუებს სხეულთა ცვლა. როგორც გიტაშია დადასტურებული, უზენაესის ფრაგმენტარული ნაწილები მარადიულად არსებობენ და ეკშარა ეწოდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ახასიათებთ მატერიალურ ბუნებაში ჩამოვარდნის მიდრეკილება. ეს ფრაგმენტარული ნაწილაკები მარად ასეთები არიან და განთავისუფლების შემდეგაც კი ინდივიდუალური სული იგივე ფრაგმენტარული რჩება. მაგრამ განთავისუფლების შემდეგ იგი ღმრთების პიროვნებასთან მარადიულად, ნეტარებითა და ცოდნით აღსავსე ცხოვრობს. ანარეკლის თეორია შეიძლება გამოვიყენოთ ზესულის მიმართ, რომელიც ყოველ ინდივიდუალურ სხეულში იმყოფება და რომელსაც პარამატმა ჰქვია. იგი განსხვავდება ინდივიდუალური ცოცხალი არსებისგან. როდესაც ცა წყალში ირეკლება, ანარეკლში გამოსახულია მზეც, მთვარეცა და ვარსკვლავებიც. ვარსკვლავები შეგვიძლია ცოცხალ არსებებს შევადაროთ, მზე ან მთვარე კი უზენაეს უფალს. არჯუნა განასახიერებს ინდივიდუალურ ფრაგმენტარულ სულს. უზენაესი სული კი ღმრთების პიროვნება შრი კრიშნაა. ისინი ერთ დონეზე არ იმყოფებიან, რაც ნათელი გახდება მეოთხე თავის დასაწყისში. თუ კი არჯუნა კრიშნას დონეზე იმყოფება და კრიშნა არჯუნაზე მაღლა არ დგას, მაშინ აზრი ეკარგება მასწავლებლისა და მოსწავლის მათ ურთიერთობას. თუ კი ორივე ილუზორულ ენერგიას მაიას შეჰყავს შეცდომაში, მაშინ რა საჭიროა ერთ-ერთი მასწავლებელი იყოს, მეორე კი მოსწავლე. ასეთი სწავლება ამაო იქნებოდა, ვინაიდან ილუზიის კლანჭებში ვერავინ იქნება ავტორიტეტული მასწავლებელი. ასეთ შემთხვევაში სამართლიანად არის მიჩნეული, რომ უფალი კრიშნა უზენაესი უფალია, რომელიც მაღლა დგას ცოცხალ არსებაზე, არჯუნაზე, ილუზიით მოტყუებულ გულმავიწყ სულზე. ლექსი მე-14. ო კუნტის შვილო, ბედნიერებისა და უბედურების წარმავალი გამოჩენა და დროთა ვითარებაში მათი გაუჩინარება, ზამთრისა და ზაფხულის გამოჩენა გაუჩინარებას გავს. ისინი გრძნობათა აღქმიდან ამოცენდება, ო ფარატა შთამომავალო და ადამიანმა უნდა ისწავლოს შეუშფოთებლად მათი მოთმენა. განმარტება. საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად ადამიანმა უნდა ისწავლოს ბედნიერებისა და უბედურების წარმავალი გამოჩენა გაუჩინარების მოთმენა. ვედური დანაწესის თანახმად, ადამიანმა უნდა განიბანოს დილა ადრიან, მაქას თვეშიც, იანვარ-თებერვალში. ამ დროს ძალიან ცივა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რელიგიური კანონების თანახმად მცხოვრები კაცი უყოყმანოდ დაიბანს. ასევე ქალიც უყოყმანოდ ამზადებს საჭმელს სამზარეულოში, მაისში ან ივნისში, ზაფხულის ყველაზე ცხელ დროს. ადამიანმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა არახელსაყრელი კლიმატური პირობების მიუხედავად. სწორედ ასევე, ბრძოლა ქშატრიების რელიგიური კანონია. ამიტომ, ქშატრიას მეგობართან ან ნათესავთანაც რომ მოუხდეს ბრძოლა, თავიდან არ უნდა აიცვლოს მასზე დაწესებული მოვალეობის შესრულება. კაცმა უნდა დაიცავს დაწესებული რელიგიური კანონები და რეგულაციები, რათა ამაღლდეს ცოდნის საფეხურზე, ვინაიდან მხოლოდ ცოდნითა და ერთგულებით შეიძლება ილუზიის კლანჭებისგან განთავისუფლება. აქ მნიშვნელოვანია ის ორი სახელიც, რომლითაც კრიშნამ არჯუნას მიმართა. კაუნტეად მისი წოდება ნიშნავს დედის მხრიდან მის დიდ სისხლით ნათესაობას, ბრაჰპატი მიმართვა კი მამის მხრიდან მის სიდიადეზე მიუთითებს. ორივე მხრივ მას დიდი მემკვიდრეობა ჰქონდა. დიდი მემკვიდრეობა ადამიანს აკისრებს პასუხისმგებლობას, სწორად შეასრულოს თავისი მოვალეობები, ამიტომ იგი ბრძოლას გვერდს ვერ აუვლიდა. ლექსი მე-15. ო კაცთა შორის საუკეთესო, პიროვნება, რომელსაც არ აწუხებს ბედნიერება და ტანჯვა და რომელიც ორივეს მიმართ მტკიცეა, უდაოდ ღირსია განთავისუფლებისა. განმარტება. ვინც ურყევ სიმტკიცეს იჩენს სულიერი რეალიზაციის მაღალი საფეხურის მისაღწევად და ვისაც ერთნაირად შეუძლია ტანჯვისა და ბედნიერების მოძალების მოთმენა,
უდაოდ ღირსია განთავისუფლებისა. ვარნაშრამა საზოგადოებაში სიცოცხლის მეოთხე სტადიას, კერძოდ განდეგილი საფეხურს, სანიასას მრავალი სიძნელი ახლავს თან. მაგრამ ვისაც სერიოზულად სურს სიცოცხლეში სრულყოფილების მიღწევა, ღებულობს სანიასას ცხოვრების წესს, მიუხედავად მთელი ამ სირთულეებისა. ძირითადად სირთულეები წარმოიშობა იმის გამო, რომ ადამიანს უხდება ოჯახურ ურთიერთობათა გაწყვეტა, ცოლისა და შვილების მიტოვება, მაგრამ თუ კი მათი ატანა შეუძლია, უდაოდ დაასრულებს სრულიერი რეალიზაციის გზას. სწორედ ასევე, ქშატრიას მოვალეობის შესრულებისას, კრიშნამ არჯუნამ გზის გაგრძელება ურჩია, მაშინაც, თუ კი ოჯახის წევრებთან ან მსგავს ახლობლებთან ბრძოლა გაუჭირდებოდა. უფალმა ჩაიტანიამ 24 წლის ასაკში მიიღო სანიასა, თუმცა მასზე დამოკიდებულ ახალგაზრდა მეუღლესა და მოხუც დედას პატრონი არ ამიჰყავდა და მაინც უზენაესი მიზნისთვის მან მიიღო სანიასა და მტკიცედ ასრულებდა თავის მაღალ მოვალეობებს. ასეთია მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლების გზა. ლექსი მე-16. ჭეშმარიტების მხილველებმა დაასკვნეს, რომ არარსებული მატერიალური სხეული დღეგრძელი არ არის და რომ მარადიულს, სულს ცვლილება არ უწერია. ამ დასკვნამდე ისინი ორივეს ბუნების შესწავლის საფუძველზე მივიდნენ. განმარტება: ცვალებადი სხეული მარადიული არ არის. თანამედროვე მედიცინა აღიარებს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა უჯრედების ქმედებისა და უკუქმედების შედეგად სხეული ყოველ წამს იცვლება და ამდენად იზრდება და ბერდება, მაგრამ სული მარადიულია. უცვლელი რჩება სხეულისა და ჭკუის ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად. ასეთია განსხვავება მატერიასა და სულს შორის. თავისი ბუნებით სხეული მუდამ იცვლება, სული კი მარადიულია. ამ დასკვნამდე მიდის ჭეშმარიტების მხილველთა ყოველი კლასი, იმპერსონალისტებიცა და პერსონალისტებიც. ვიშნუ პურანაში დასაბუთებულია, რომ ვიშნუსა და მის სავანეებს თვითმნათი სულიერი ყოფიერება აქვთ. სიტყვები არსებული და არარსებული მხოლოდ სულსა და მატერიას ეხება. ასეთია ჭეშმარიტების ყოველი მხილველის აზრი. ამით იწყებს უფალი იმ ცოცხალ არსებათა დამოძღვრას, რომლებიც უგუნურების ზეგავლენით არიან მოტყუებული. უგუნურების ჩამოცილებას მოჰყვება თაყვანისცემელსა და სათაყვანებელს შორის არსებული მარადიული ურთიერთობის აღდგენა და აქედან გამომდინარე განუყოფელ ნაწილაკებს, ცოცხალ არსებებსა და ღმრთების უზენაეს პიროვნებას შორის არსებული განსხვავების გაგება. უზენაესი ბუნების გაგება შეიძლება საკუთარი თავის შესწავლით. განსხვავება საკუთარ არსებასა და უზენაეს არსებას შორის კი შეიძლება გაგებულ იქნას ნაწილისა და მთელის ურთიერთობის მაგალითზე. ვედანტა სუტრებში, ისევე როგორც შრიმად ბჰაგავატამშიც, უზენაესი ყოველი ემანაციის წყაროდ არის აღიარებული. ასეთი ემანაციები აღიქმება უმაღლესი და უმდაბლესი ბუნებრივი თანმიმდევრობის სახით. ცოცხალი არსებები მიეკუთვნებიან უმდაბლეს ბუნებას, რაც მეშვიდე თავში ნათელი ხდება, თუმცა ენერგიასა და ენერგიის წყაროს შორის არ არსებობს განსხვავება. ენერგიის წყარო მიჩნეულია უზენაესად, ენერგია, ანუ ბუნება კი დაქვემდებარებულად. ამიტომ ცოცხალი არსებები ყოველთვის უზენაეს უფალს არიან დაქვემდებარებული, როგორც მსახური ბატონს ან მოსწავლე მასწავლებელს. ასეთი ნათელი ცოდნის გაგება შეუძლებელია, სანამ ცოცხალი არსება უგუნურებით არის მოჯადოებული. ამგვარი უგუნურების განსაკარებლად კი უფალი ბჰაგავად გიტას გვასწავლის, რათა გაანათლოს ყველა დროის ყოველი ცოცხალი არსება. ლექსი მე-17. იცოდე, რომ ის, რაც მთელ სხეულს გამსჭვალავს, ურღვევია, არავის ძალუძს ამ უხრწნადი სულის განადგურება. განმარტება: ამ ლექსში უფრო ნათლადაა ახსნილი სულის ჭეშმარიტი ბუნება, რომლის გავლენაც მთელ სხეულზე ვრცელდება. გასაგებია, თუ რა ვრცელდება მთელ სხეულზე. ეს არის ცნობიერება. ყველას გაცნობიერებული აქვს მთელი სხეულის ან მისი ნაწილის ტკივილები და სიამოვნებანი. ეს ცნობიერება მხოლოდ ერთ სხეულზე ვრცელდება. ერთი სხეულის ტკივილი და სიამოვნება უცხოა მეორესთვის. ამიტომ თითოეული სხეული ხორცშესხმული ინდივიდუალური სულის გარსს წარმოადგენს.
სულის არსებობა კი აღიქმება ინდივიდუალური ცნობიერების სახით. აღწერილია, რომ სული ზომით თმის წვერის 1/100000-ია. ეს დადასტურებულია შვეტატვარა უპანიშადში. თუ კი თმის წვერს დავყოფთ 100 ნაწილად და თითოეულ ასეთ 100 ნაწილს კვლავ 100 ნაწილად დავანაწევრებთ, ყოველ ნაწილს სულის ზომა ექნება. იგივე რამ დადასტურებულია შემდეგნაირად. არსებობს ურიცხვი სულიერი ატომი, რომელთა ზომაც თმის წვერის 1/1000-ს შეადგენს. ამიტომ ინდივიდუალური სული სულიერი ატომია, რომელიც მატერიალურ ატომებზე მცირეა. არსებობს ურიცხვი ასეთი ატომი. ეს უმცირესი სულიერი ნაპერწკალი მატერიალური სხეულის საფუძველს წარმოადგენს და მისი გავლენა მთელ სხეულზე ვრცელდება. ისევე როგორც წამლის აქტიური ნაწილი მთელ სხეულზე ახდენს გავლენას. სხეულზე სულის ასეთი დინება აღიქმება ცნობიერების სახით, რაც დაადასტურებს იმას, რომ სული სხეულში იმყოფება. ნებისმიერ მოკვდავს ესმის, რომ ცნობიერებას მოკლებული მატერიალური სხეული მკვდარია და სხეულში ცნობიერების გამოცოცხლება რაიმე მატერიალური მკურნალობით შეუძლებელია. ამიტომ ცნობიერების მიზეზს წარმოადგენს არა რამე მატერიალური ნაერთი, არამედ სული. მუნდაკა უპანიშადში უფრო დაწვრილებით აღწერილი არის ატომალური სულის ზომები. სულს ატომარული ზომები აქვს და მისი აღქმა შესაძლებელია სრულყოფილი გონებით. ეს ატომარული სული ლივლივებს 5 სახის აირში. იმყოფება გულში და მისი გავლენა ხორცშესხმულ ცოცხალ არსებათა მთელ სხეულებზე ვრცელდება. როდესაც სული 5 სახის მატერიალური ჰაერისგან იწმინდება, ვლინდება მისი სულიერი ზეგავლენა. ჰათა იოგას სისტემის დანიშნულება მდგომარეობს სხვადასხვა სახის ჯდომითი პოზების საშუალებით წმინდა სულის გარემომცველი 5 სახის ჰაერის მართვაში, არა რაიმე მატერიალური სარგებლის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ უმცირესი სული მატერიალური გარემოცვის ტყვეობიდან გამოვათავისუფლოთ. ამრიგად, ატომარული სულის ასეთი აღნაგობა მთელ ვედურ ლიტერატურაშია აღიარებული და ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს მისი პრაქტიკულად შეცნობაც შეუძლია. მხოლოდ შეშლილმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს ატომარული სული ყოვლისგამჭოლი ვიშნუ ტატვაა. ატომარული სულის გავლენა ერთ გარკვეულ სხეულზე ვრცელდება. მუნდაკა უპანიშადის თანახმად, იგი ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება და ვინაიდან მისი ზომები მატერიალური მეცნიერების შეფასების უნარს აღემატება, ზოგიერთი მათგანი სულელურად ამტკიცებს, რომ სული არ არსებობს. ინდივიდუალური ატომარული სული უდაოდ გულში იმყოფება ზესულთან ერთად. ამიტომ სხეულის მოძრაობის მთელი ენერგიები სხეულის ნაწილისგან იღებს სათავეს. ნაწილაკები, რომლებსაც ფილტვებიდან ჟანგბადი გადააქვთ, ენერგიას სულისგან ღებულობენ. როდესაც სული ტოვებს ამ სხეულს, სისხლის წარმომქმნელი სისტემაც წყვეტს მოქმედებას. სამედიცინო მეცნიერება აღიარებს წითელი ნაწილაკების მნიშვნელობას, მაგრამ არ შეუძლია იმის დადგენა, რომ ენერგიის წყაროს სული წარმოადგენს. მაგრამ მედიცინა მაინც აღიარებს, რომ გული არის სხეულის მთელი ენერგიების სამყოფელი. სულიერი მთელის ეს ატომარული ნაწილაკები მზის სხივების მოლეკულებსაა შედარებული. მზის სუგში არის უამრავი კაშკაშა მოლეკულა. სწორედ ასევე, უზენაესი უფლის ფრაგმენტალური ნაწილაკები უზენაესი უფლის სხივების ატომარული ნაწილაკებია, რომელთა სახელად პრაბჰა, ანუ უმაღლესი ენერგია ეწოდებათ. ამრიგად, ვედური ცოდნის მიმდევარი იქნება თუ თანამედროვე ცოდნის მიმდევარი, ადამიანი ვერ უარყოფს სხეულში სულის არსებობას, ფაგავად გიტაში კი ღმრთების პიროვნება დაწვრილებით განმარტავს მეცნიერებას სულის შესახებ. ლექსი მე-18. უხრწნადი, განუზომელი და მარადიული ცოცხალი არსების მატერიალურ სხეულს აუცილებლად სიკვდილი უწერია, ამიტომ იბრძოლე ფარატაშთა მომავალო. განმარტება. მატერიალური სხეული ბუნებით მოკვდავია. იგი შეიძლება დაიღუპოს ახლავე ან 100 წლის შემდეგ. საკითხი მხოლოდ დროშია. შეუძლებელია მისი მარადიულად შენარჩუნება.
მაგრამ სული იმდენად მცირეა, რომ მტერს არ ძალუძს მისი დანახვაც კი მოკლაზე რომ არაფერი ვთქვათ. როგორც წინა ლექსში იყო ნათქვამი, იგი იმდენად მცირეა, რომ მისი ზომების დადგენა არავის არ შეუძლია. ამრიგად, არც ერთი ამ ორი თვალსაზრისიდან გამომდინარე არ არსებობს გლოვის მიზეზი, ვინაიდან შეუძლებელია ცოცხალი არსების, როგორც ასეთის მოკლა. ასევე ვერ შევძლებთ გარკვეული დროით ვიხსნათ ან სამუდამოდ დავიცვათ მატერიალური სხეული. სულიერი მთლიანობის უმცირესი ნაწილაკი თავისი საქმიანობის შესაბამისად ღებულობს მატერიალურ სხეულს. ამიტომ საჭიროა რელიგიურ პრინციპთა დაცვა. ვედანტა სუტრებში ცოცხალი არსება შედარებულია სინათლეს, ვინაიდან უმაღლესი სინათლის განუყოფელი ნაწილაკია. როგორც მზის შუქი არსებობას უნარჩუნებს სამყაროს, ასევე სულის სინათლე არსებობას უნარჩუნებს ამ მატერიალურ სხეულს. როგორც კი სული მატერიალური სხეულიდან გამოდის, სხეული რღვევას იწყებს. ამიტომ სწორედ სული უნარჩუნებს მას არსებობას. თავად სხეული უმნიშვნელოა. კრიშნამ ურჩია არჯუნას ებრძოლა და რელიგიური საქმე არ შეეწირა მატერიალური, სხეულისეული მოსაზრებებისთვის. ლექსი მე-19. ცოდნა არა აქვს მას, ვინც თვლის, რომ ცოცხალი არსება მკვლელია და არც მას, ვისაც გონია, რომ ცოცხალი არსება კვდება, ვინაიდან სული არც არავის კლავს და არც კვდება. განმარტება. როდესაც ხორცშესხმული არსება სასიკვდილო იარაღით არის განგმირული, უნდა ვიცოდეთ, რომ სხეულში მყოფი ცოცხალი არსება არ იღუპება. სული იმდენად მცირეა, რომ რაიმე მატერიალური იარაღით მისი მოკლა შეუძლებელია, რაც მომდევნო ლექსებიდან ნათელი გახდება. თავისი სულიერი ბუნების გამო, ცოცხალი არსების მოკლაც გამორიცხულია. კვდება ან უნდა მოკვდეს მხოლოდ სხეული, მაგრამ ეს სრულიად არ მოგვიწოდებს სხეულის მოკლისკენ. ვედური დანაწესი ასეთია, არავის მიმართ იხმაროთ ძალმომრეობა. ის გარემოება, რომ ცოცხალი არსება არ კვდება, არ გვაძლევს ცხოველების ხოცვის ნებას. სათანადო უფლების გარეშე სხეულის მოკლა საძაგლობაა და ასეთი საქციელი არა მარტო სახელმწიფოს, არამედ უფლის კანონითაც ისჯება, მაგრამ არჯუნა მკვლელობას ჩადიოდა რელიგიური პრინციპის გამო და არა საკუთარი სურვილით. ლექსი მე-20. სულისთვის არასოდეს არსებობს დაბადება და სიკვდილი. იგი არც გაჩენილა, არც ჩნდება და არც გაჩნდება. არშობილი, მარადიული, მუდამ არსებული და თავდაპირველია. იგი არ კვდება სხეულის მოკლასთან ერთად. განმარტება. უზენაესი სულის ატომარული ფრაგმენტალური ნაწილაკი თვისობრივად უზენაესი სტოლია. იგი არ განიცდის სხეულისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს. ზოგჯერ სულს მტკიცეს უწოდებენ. სხეული 6 სახის გარდაქმნას გადის. იბადება დედის მუცლიდან, რჩება ერთხანს, იზრდება, წარმოშობს გარკვეულ შედეგებს, თანდათანობით განილევა და საბოლოოდ დავიწყებას მიეცემა. მაგრამ სულს ეს არ ეხება. სული არ იბადება, მაგრამ ვინაიდან იგი მატერიალურ სხეულს იღებს, იბადება სხეული. სული არც იბადება სხეულში და არც კვდება. ყველაფერი რაც იბადება, კვდება კიდეც და ვინაიდან სულისთვის დაბადება არ არსებობს, მას არც წარსული, აწყვო და მომავალი არ გააჩნია. იგი მარადიული, მუდამ არსებული და თავდაპირველია, რაც იმას ნიშნავს, რომ წარსულში მისი დაბადების კვალი არ არსებობს. სხეულის მიერ შექმნილი შთაბეჭდილების გამო ვეძებთ წარსულში სულის დაბადების თარიღს. სხეულისგან განსხვავებით, სული არასოდეს ბერდება. ამიტომ ეგრეთ წოდებული მოხუცი ისეთივე სულისკვეთებას გრძნობს, როგორც ბავშვობაში ან ყრმობაში ჰქონდა. სხეულის ცვლილებები გავლენას არ ახდენს სულზე. სული ხის ან რაიმე სხვა საგნის მსგავსად არ იხსნება. მას არც თანაპროდუქტები გააჩნია. სხეულის თანაპროდუქტები, კერძოდ შვილები, თავის მხრივ სხვადასხვა ინდივიდუალური სულებია და სხეულის გამო ისინი გარკვეული ადამიანის შვილებად გვეჩვენებიან. სხეული ვითარდება სულის თანდასწრების გამო, მაგრამ სულს არც განტოტება და არც ცვლილება ახასიათებს. ამიტომ იგი სხეულისთვის დამახასიათებელ 6 სახის ცვლილებას არ განიცდის. სული ცოდნით, ანუ მუდამ ცნობიერებით სავსეა. ამიტომ ცნობიერება სულის ნიშანს წარმოადგენს.
თუ კი სულს ვერ ვიპოვით გულში, სადაც იგი რეალურად იმყოფება, მაინც შეგვიძლია მივხვდეთ მის არსებობას ცნობიერების არსებობის საფუძველზე. ზოგჯერ ღრუბლების ან სხვა მიზეზის გამო ცაზე ვერ ვხედავთ მზეს, მაგრამ მისი შუქი მუდამ ჩანს. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ დღეა. როგორც კი დილა-ადრიან ცას ოდნავი შუქი მოეფინება, ხვდებით, რომ მზე ამოვიდა. სწორედ ასევე, ვინაიდან ყოველ სხეულს, იქნება ეს ადამიანისა თუ ცხოველის სხეული, რაღაც ცნობიერება გააჩნია, ხვდებით, რომ მასში სული იმყოფება. მაგრამ სულის ეს ცნობიერება განსხვავდება უზენაესი ცნობიერებისგან, ვინაიდან უმაღლესმა ცნობიერებამ ყველაფერი იცის, წარსულიც, აწყვოცა და მომავალიც. ინდივიდუალური სულის ცნობიერებას გულმა ვიწყობა ახასიათებს. როცა საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებას ივიწყებს, განათლებას კრიშნას უმაღლესი გაკვეთილებიდან ღებულობს, მაგრამ კრიშნა გულმავიწყი სული არ არის. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, კრიშნას მოძღვრება ფაგავად გიტა უსარგებლო იქნებოდა. არსებობს ორი სახის სული, უმცირესი ნაწილაკობრივი სული და ზესული. ესეც დადასტურებულია კათა უპანიშადში. ზესულიც, ანუ პარამატმა და ატომარული სულიც ჯივატმა ერთი და იგივე ცოცხალი არსების გულში ერთი და იგივე სხეულის ხეზე სხედან და მხოლოდ ის, ვინც ყოველგვარი მატერიალური სურვილებისა და მწუხარებისგან თავისუფალია, უზენაესის წყალობით ხვდება სულის სიდიადეს. კრიშნა ზესულის პირველ წყაროცაა, როგორც ეს მომდევნო თავებში ნათელი გახდება. არჯუნა კი ატომარული სულია, რომელსაც თავისი ჭეშმარიტი ბუნება ავიწყდება. ამიტომ იგი კრიშნამ, ან მისმა ჭეშმარიტმა წარმომადგენელმა სულიერმა მოძღვარმა უნდა გაანათლოს. ლექსი 21. ო ბრთა, როგორ უნდა მოკლას ვინმე ან ვინმეს მკვლელობის მიზეზი გახდეს ის, ვინც იცის, რომ სული ურღვევი, მარადიული, არშობილი და უცვლელია. განმარტება. ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს და სრული ცოდნის მქონე ადამიანმა იცის, სად, რა და როგორ გამოიყენოს. სწორედ ასევე, ძალმომრეობასაც თავისი დანიშნულება აქვს და ცოდნის მქონე ადამიანს შეუძლია მისი სწორად გამოყენება. თუმცა მოსამართლეს სიკვდილს უსჯის მკვლელს, არ შეიძლება მოსამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, ვინაიდან სხვის მიმართ ძალადობას სამართლის კანონთა კოდექსით იყენებს. კაცობრიობის სამართლის წიგნში, მანოს ამხიტაში, დადასტურებულია, რომ საჭიროა მკვლელის დასჯა, რათა მის მიერ ჩადენილი დიდი ცოდვის გამო შემდეგ ცხოვრებაში არ დაისაჯოს. ამიტომ, როდესაც მეფე საჰრჩობელაზე აგზავნის მკვლელს, ამას სინამდვილეში სიკეთე მოაქვს. სწორედ ასევე, როდესაც კრიშნა ბრძოლის განკარგულებას იძლევა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ძალმომრეობა უმაღლესი სამართლისთვის არის საჭირო. ამიტომ არჯუნამ ეს მითითება უნდა შეასრულოს. კარგად ესმოდეს რა, რომ კრიშნასთვის ბრძოლაში ჩადენილი ასეთი ძალადობა არ არის, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია კაცის უფრო სწორად სულის მოკლა. ამრიგად სამართლის ასრულებისთვის ეგრეთ წოდებული ძალმომრეობა დაშვებულია. ქირურგიული ოპერაციის დანიშნულება არის არა პაციენტის მოკლა, არამედ მისი განკურნება. ამიტომ ბრძოლა, რომელიც არჯუნამ კრიშნას დარიგებით უნდა აწარმოებს, სრულ ცოდნაზეა დამყარებული. ამრიგად მას არავითარი ცოდვითი რეაქცია არ მოჰყვება. ლექსი 22. ისევე როგორც ადამიანი იხდის ძველ ტანსაცმელს და ახლით იმოსება, სულიც ასევე ღებულობს ახალ მატერიალურ სხეულებს, როცა ძველსა და უვარგის ტოვებს. განმარტება. აღიარებული ფაქტია, რომ ატომარული ინდივიდუალური სული სხეულს იცვლის და თანამედროვე მეცნიერებიც კი, რომელთაც სულის არსებობის არა სწამთ და ვერ ხსნიან, რომ გულია ენერგიის წყარო, იძულებული არიან აღიარონ სხეულის განუწყვეტელი ცვლილებები ბავშვობიდან ყმობამდე, ყმობიდან სიჭაბუკემდე და სიჭაბუკიდან სიბერემდე. სიბერის შემდეგ ცვლილება სხვა სხეულზე გადადის. ეს უკვე განვიხილეთ წინა ლექსში. ინდივიდუალური ატომარული სულის სხვა სხეულში გადასვლა ზესულის წყალობით ხდება. ზესული ისევე უსრულებს ატომარულ სულს სურვილებს, როგორც მეგობარი მეგობარს. ვედებში, კერძოდ მუნდაკა უპანიშადში და შვეტაშვატრა უპანიშადშიც
სული და ზესული შედარებული არიან ერთ ხეზე მჯდომ ორ ჩიტს. ერთი ჩიტი, ინდივიდუალური ატომარული სული, ხის ნაყოფებს ჭამს, მეორე, კრიშნა კი თავის მეგობარს უყურებს. თუმცა ორივე ჩიტი ერთნაირი თვისებებით ხასიათდება, ერთ-ერთი მათგანი მატერიალური ხის ნაყოფთა ტყვეობაში ექცევა, მეორე კი მოწმეა თავისი მეგობრის საქციელისა. კრიშნა მოწმე ჩიტია, არჯუნა კი მჭამელი. მართალია მეგობრები არიან, ერთ-ერთი მათგანი ბატონია, მეორე კი მსახური. ვინაიდან ატომარულ სულს ეს ურთიერთობა ავიწყდება, იგი ხიდან ხეზე, ანუ სხეულიდან სხეულში გადადის. ჯივა, სული სასტიკად იბრძვის მატერიალური სხეულის ხეზე, მაგრამ როგორც კი დათანხმდება, აღიაროს მეორე ჩიტი უზენაეს სულიერ მოძღვრადად, როგორც არჯუნა თავისი ნებით მიენდო სასწავლოდ კრიშნას, დაქვემდებარებული ჩიტი უმალვე განთავისუფლდება ყოველგვარი სადარდელისგან. მუნდაკა უპანიშადშიც და შვეტაშვარა უპანიშადშიც დადასტურებულია, თუმცა ეს ორი ჩიტი ერთ ხეზე ზის, მჭამელი ჩიტი, რომელიც ხის ნაყოფებით ტკბება, აფორიაქებული და მოღუშულია, მაგრამ თუ კი როგორღაც მოუბრუნდება თავის მეგობარს, რომელიც უფალია და მიხვდება მის დიდებულებას, ტანჯული ჩიტი მაშინვე განთავისუფლდება ყოველგვარი მღელვარებისგან. ახლა არჯუნა შემოტრიალდა თავისი მარადიული მეგობრის კრიშნასაკენ და ფაგავად გიტას სწავლობს მისგან. ამდენად კრიშნასგან მოსმენით, მას უფლის უმაღლესი დიდებულების გაგება და გლოვისგან განთავისუფლება შეუძლია. აქ უფალი ურჩევს არჯუნას არ იგლოვოს მოხუცი ბაბუისა და მოძღვრის სხეულთა გამოცვლა. პირიქით, უნდა უხაროდეს სამართლიან ბრძოლაში მათი სხეულების დაღუპვა, რადგან შეიძლება უმალვე განიწმინდონ სხეულის 1000 გვარ მოქმედებათა რეაქციებისგან. ვინც თავს დებს სხვებშეწირვის საკურთხეველზე ან სამართლიანი ბრძოლის ველზე, უმალვე იწმინდება სხეულისეული შედეგებისგან და სიცოცხლის მაღალ საფეხურამდე მაღლდება. ამრიგად, არჯუნას გლოვის მიზეზი არ ჰქონდა. ლექსი 23. სული არც რაიმე იარაღით იჭრება, არც ცეცხლით იწვის, არც წყალში სველდება და არც ქარში შრება. განმარტება. შეუძლებელია ხმლით, ცეცხლით, წვიმის, სმერჩის ან სხვა რომელიმე იარაღით სულის მოკვლა. როგორც ჩანს, იმ დროს თანამედროვე ცეცხლსროლელთან ერთად მიწის, წყლის, ჰაერის, ეთერისა და სხვა ნივთიერებებისგან მომზადებული 1000 გვარი იარაღი არსებობდა. თანამედროვე ბირთვული იარაღიც ცეცხლის იარაღის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უწინ მატერიალურ ელემენტთა ყველა სხვა სახის იარაღიც არსებობდა. ცეცხლისას წყლის იარაღით ანეიტრალებენ. თანამედროვე მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ სმერჩის იარაღზედაც. მეცნიერული ხელსაწყოების მიუხედავად, შეუძლებელია სულის ნაწილებად დაჭრა ან რაიმე მოწყობილობით მისი განადგურება. არასოდეს ყოფილა უდესმე შესაძლებელი, რომ ინდივიდუალური სულები უზენაესი სულისგან მოკვეთილიყვნენ. პირიქით, ინდივიდუალური სულები უზენაესი სულის მარადიული განაყოფელი ნაწილაკები არიან. ვინაიდან ისინი სამუდამოდ ატომარული ინდივიდუალური სულები არიან, მიდრეკილება აქვთ ილუზორული ენერგიით დაიფარონ. ამდენად ისინი წყდებიან უზენაეს უფალთან ურთიერთობას, ისევე როგორც ცეცხლიდან გამოსულ ნაპერწკლებს ჩაქრობის მიდრეკილება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ თვისობრიობით ცეცხლისგან არ განსხვავდებიან. ვარაჰა პურანაში ცოცხალი არსებები უზენაესის განუყოფელ ნაწილაკებად არიან აღწერილი. ფაგავად გიტას თანახმადაც ისინი მარადიულად ასეთი განცალკევებული სულები არიან. ამრიგად, ილუზიისგან განთავისუფლების შემდეგაც კი ცოცხალი არსება ინდივიდუალურ პიროვნებად რჩება, რაც ნათლად ჩანს უფლის მიერ არჯუნასათვის მიცემული სწავლებიდან. არჯუნა განთავისუფლდა კრიშნასგან მიღებული ცოდნით, მაგრამ კრიშნასთან ერთიანი არასოდეს გამხდარა. ლექსი 24. ეს ინდივიდუალური სული დაუნაწევრებელი და უხსნადია და შეუძლებელია მისი დაწვა ან გამოშრობა. იგი მარადიული, ყველგან მყოფი, უცვლელი, უძრავი და მუდამ ერთი და იგივეა.
განმარტება. ატომარული სულის ყოველი ეს თვისება უდაოდ ადასტურებს იმას, რომ ინდივიდუალური სული სულიერი მთელის მარადიული ატომარული ნაწილაკია და რომ იგი უცვლელად ყოველთვის ერთი და იგივე ატომად რჩება. ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია მონიზმის თეორიის გამოყენება, ვინაიდან ინდივიდუალური სული ვერასოდეს გახდება უფალთან ერთგვაროვანი. მატერიალური უწმინდირობისაგან განთავისუფლების შემდეგ ატომარულმა სულმა შეიძლება ღმრთების უზენაესი პიროვნების კაშკაშას სხივებში სულიერ ნაბერძგლად დარჩენა არჩიოს, მაგრამ გონიერი სულები სულიერ პლანეტებზე შედიან, რათა ღმრთების პიროვნებასთან ურთიერთობა დაამყარონ. უეჭველია, რომ ცოცხალი არსებები ღმერთის მთელ სამყაროს არიან მოფენილი. ისინი ცხოვრობენ მიწაზე, წყალში, ჰაერში, მიწის სიღრმესა და ცეცხლშიაც კი. ცდარია რწმენა, რომ ისინი იღუპებიან ცეცხლში, ვინაიდან აქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ სული ცეცხლში არ იწვის. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ ცოცხალი არსებები არიან პლანეტა მზეზეც, სადაც მათ იქაური ცხოვრებისთვის შესაფერისი სხეულები აქვთ. თუკი პლანეტა მზე დაუსახლებელია, მაშინ სიტყვა ყველგან მცხოვრებს აზრი ეკარგება.